მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობ 2025 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზს სასწორებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამმნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების მეფე. ოქტომბერი თქვენთვის აქტიური თვე იქნება, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გამოცოცხლებას. ეს ბუნებრივიცაა, ამ პერიოდში თქვენი დაბადების დღეებია და ეზოთერულად ეს მნიშვნელოვანი პერიოდია, ახალი ერთწლიანი ციკლის დასაწყისი. მე რა თქმა უნდა გილოცავთ საუკეთესო სურვილებით, გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიაში ყოფნას სრულიად სამყაროსთან. ამ არკანის ენერგია გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში იქნებით მოქმედებაზე ორიენტირებული, გაგიჩნდებათ სურვილი საკუთარ ხელში აიღოთ თქვენი ცხოვრების მართვა, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი თავი, თქვენი სურვილები, გექნებათ პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა, გამოავლენთ მეგობრულ უნარებს, იგრძნობთ თქვენი ავტორიტეტის ზრდას, მოიმატებს თქვენი კეთილგანწყობა ადამიანების და გარემოს მიმართ, იაზროვნებთ თავისუფლად და იქნებით თავდაჯერებულები. გამოავლენთ ლიდერულ თვისებებს და ადვილად შეძლებთ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, მიიღოთ საიმედო გადაწყვეტილებები, შეძლებთ მოაგვაროთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემები, უფრო მეტიც გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ სხვებს, თქვენი დადებითი განწყობა იქნება გადამდები და ადვილად შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში გაიჩინოთ თანამოაზრეები. გაუმკლავდეთ დიდი რაოდენობის საქმეს, შეძლებთ განახლებული ენერგიით შეასრულოთ ან დაასრულოთ გადადებული საქმეები, ასე რომ მიაქტიურეთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები ოქტომბრის განმავლობაში მაქსიმალურად პოზიტიურად. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი. ამ პერიოდში მაღალია თქვენი ცდომების შანსი, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს გამოიხატოს რომანტიკული კავშირის გაბმით პარალელურად, ასე ვთქვათ, გვერდზე წამოიწყოთ ურთიერთობა. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია ამ პერიოდში მოაწყოთ ეჭვიანობის სცენები და დიდი ალბათობით სრულიად უმიზეზოთ. ზოგიერთი თქვენგანისთვის კი ეს ენერგია შეიძლება გულისხმობდეს დამოკიდებულებას ინტიმურ კავშირზე, ან გადაჭარბებულ მიჯაჭვულობას პარტნიორზე და საკუთარი ნების და თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვას. არც ის არის გამორიცხული, რომ იყოთ ეგრეთ წოდებულ ტოქსიკურ ურთიერთობაში, სადაც მეორე ადამიანი ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად ძალადობს თქვენზე. თუმცა ასევე ეს ბარათი შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ თქვენ მოახდენთ მანიპულირებას პარტნიორზე, თავს მოახვევთ თქვენს შეხედულებებს და სურვილებს და შეზღუდავთ მის პიროვნულ თავისუფლებას. ასევე შესაძლებელია მიუთითებდეს თქვენს აკვიატებულ აზრებზე, გამოუსწორებელ ჩვევებზე ან დიდ საიდუმლოზე, რომელსაც ვერადავერ გაუზიარებთ პარტნიორს და ეს მსუბუქად, რომ თქვათ, სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნით. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების სამიანი, საკმაოდ მძიმე ენერგიის ბარათია. ბევრი თქვენგანისთვის შესაძლებელია ეს არკანი გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციაზე მიუთითებდეს, გაუცხოებაზე პარტნიორთან მიმართებაში, გაურკვევლობაზე, ყურადღების დეფიციტზე და წყენაზე. ზოგიერთი თქვენგანისთვის კი ბარათების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია გულისხმობდეს ღალატს, ურთიერთობაში მესამე პირის არსებობას, გულგატეხილობას და მწუხარებას. შეეცადეთ ეს პერიოდი გაიაროთ მეტი სიფრთხილით, ნაკლებ კონფლიქტურად და არ იჩქაროთ დასკვნების და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მე-20 მაღალი არკანი სამსჯავრო,
თქვენთვის კარმულად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ოქტომბერი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და არც თუ ისე დადებით კონტექსტში. ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე, არ აყვეთ ემოციებს და განსაკუთრებით ინტიმური ხასიათის ვნებებს. ოქტომბერში დიდი შანსია გამოჩნდნენ თქვენი ყოფილი პარტნიორები, ან წარსულში მომხდარმა სიტუაციამ შეგახსენოთ თავი და ეს მოვლენები როგორღაც თქვენს პირად ცხოვრებას დაუკავშირდეს. ასევე გამორიცხული არ არის ამ პერიოდში თავი შეგახსენოთ წარსულმა ფსიქოლოგიურმა ტრავმებმა ან ფიზიკურმა ჯანმრთელობამაც. ასევე შესაძლებელია ისეთი ნაცნობობა შედგეს ამ პერიოდში, რომელიც თავბრუს დაგახვევთ, მოგხიბლავთ, მოგაჯადოებთ და თქვენ და უნებურად აღმოჩნდებით ეგრეთ წოდებულ ტოქსიკურ კავშირში, რომლიდანაც თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ეს პერიოდი გაიაროთ სიფრთხილით და მეტად დაკვირვებულად. ნახოთ თვით რეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო, მონეტების რაინდი. ამ პერიოდში საქმიან სფეროს შედარებით მშვიდად გაივლით, ადგილი არ ექნება რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს, გამოავლენთ პრაქტიკულობას, შეძლებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაართვათ თავი მიმდინარე საქმეებს, იქნებით შრომის უნარიანები და კონცენტრირებული დასახული მიზნების მიღწევაზე. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების 6-იანი. ეს ბარათი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ ამ პერიოდში, შესაძლებელია ბევრი თქვენგანისთვის რთული სამუშაო პირობებიდან ან გრაფიკიდან გამოსვლასაც გულისხმობდეს, ასევე შესაძლებელია საუბარი იყოს თქვენს დაწინაურებაზე ან სამსახურის შეცვლაზე. ოქტომბრის განმავლობაში გამორიცხული არ არის მიიღოთ ახალი წინადადებები, ახალი შემოთავაზებები, რაც ახალ შანსებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს თქვენი პროფესიული განვითარებისთვის. თავარია იყოთ მობილიზებულები და მზად ამ სიახლეებისთვის, ახალი პასუხისმგებლობებისთვის და რაც მთავარია ორიენტირდით კარიერულ ზრდაზე და სამომავლო წარმატებებზე. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი, ვერ გეტყვით რომ ოქტომბერში დასაქმების მაღალი შანსი გაქვთ, გარდა იმ შემთხვევებისა, ვინც დისტანციურ სამსახურს ეძებთ, გულისხმობ ინტერნეტით მუშაობას, მაშინ თქვენი დასაქმების შანსი მაღალია. დანარჩენებს კი გეტყვით რომ ამ პერიოდში იგრძნობთ შედეგის მოახლოებას, მეტად გააქტიურდებით, გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს სასურველი მიზნის მისაღწევად, შესაძლებელია გარკვეული გეგმად შეიმუშაოთ, ან უფრო კონკრეტულ მოქმედებაზე გადახვიდეთ, მაგალითად, გადაწყვიტოთ კვალიფიკაციის ამაღლება და სწავლა დასაქმების პერსპექტივით, ან სტაჟიორად მოეწყოთ და ამ გზით გაზარდოთ თქვენი დასაქმების შესაძლებლობა. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების ტულზი, შემოქმედებითი ენერგიის ძალიან პოზიტიური ბარათია, ოქტომბერში მკვეთრად გამოავლენთ თქვენს პოტენციალს, კრეატიულ მიდგომებს, შესაძლებელია სრულიად ნოვატორულ ხედვებსაც, იქნებით თავდაჯერებული, ენერგიით და პოზიტიური ემოციებით სავსე, გამორიცხული არ არის ახალი გარიგებები და ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ, რაც სამომავლოდ თქვენი ბიზნესის გაფართოებას და მასშტაბირებას შეუწყობს ხელს. სრულიად შესაძლებელია უკვე არსებულ საქმეს ახალი მიმართულებები დაამატოთ, შეძლებთ მოიზიდოთ ახალი კლიენტები, სწორად მართოთ ფინანსები და თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანების გუნდთან, შეძლებთ აამახლოთ მათი мотивაციაც, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება თქვენ საქმეზე. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, კვერთხების 9-იანი, ფინანსებთან დაკავშირებით შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ გარკვეული შიშები, რომ ვერ შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას და თავს ვერ გაართმევთ აღებულ პასუხისმგებლობებს. მართალია აქ ვერ ვხედავ მნიშვნელოვან შემოსავლებს, თუმცა დიდი ალბათობით თქვენ გაქვთ დანაზოგი და ვხედავ, რომ ფინანსებთან დაკავშირებული თქვენი სიფრთხილე და წარსული გამოცდილება მართალია არა იოლად, მაგრამ საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ასე რომ ამ პერიოდში ადგილი არ იქნება სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების 3-იანი, ორიენტირდით მომავალზე, შეიქმნით პოზიტიური განწყობები, თქვენ დიდი შრომა გაქვთ გაწეული კონკრეტული მიზნის ან მიზნების მისაღწევად,
გაკეთებული გაქვთ გარკვეული მნიშვნელოვანი არჩევანი და ახლა მთავარია უერთგულოთ თქვენს სურვილებს და მთელი ძალისხმევა მიმართოთ მათ ასასრულებლად. მაშინაც კი თუ ამ ეტაპზე გენანებათ რაღაც, რაც წარსულში დარჩა, გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ყოველთვის წინ არის. წინ მომავალში. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზის სასწორებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.